დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავთ 9 მაისია. რატო აღნიშნავთ? მართლა გეკუთვნის თუ არა აღნიშნავთ, ან აღსანიშნავია თუ არა. ამ კითხვებს რაც მე ტელევიზიით ვერ ნახულობ, ვერ ვიგებ და ვერ ვისმენ. მოდი დავიწყოთ იქიდან. ძალიან შორეული წარსულიდან. აღნიშნავდე იყო ომის დაწყება. ომის დაწყებამდე იყო ურთიერთკავშირი საბჭოთა კავშირსა და გერმანიის ფაშისტურ სახელმწიფოს შორის. გაფორმებული მემორანდუმები, დამტკვარი ურთიერთობა, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა, სამხედრო, პოლიციური თანამშრომლობა, ფინანსური თანამშრომლობა, ასე შემდეგ. ხალხის მიმოსვლა იყო 1918-19 წელი, როცა გერმანელები საბჭოთა კავშირში ჩამოდიოდნენ, საბჭოელები სამხედროებიც გერმანიის ტერიტორიაზე მიდიოდნენ. ძალიან ჩვეულებრივი, ძალიან კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ. არა ისეთი, როგორიც შემდეგ პროპაგანდამ დაგვიხატა. გააფორმეს შემდეგ რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი. ზოგადად ასეთი ტიპის ხელშეკრულებებს აქვთ ორი გვერდი. პირველი, რომელზეც ხელი იწერება და ამას ყველა ხედავს, მეორე, რომელიც არ ჩანს, მაგრამ რადგან ფურცელი ორგვერდიანია, მეორე გვერდით საინტერესო რა წერია. მათ გაინაწილეს მომავალი ევროპა. მაგრამ ყველა მიცოდა, რომ შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა. იმიტომ რომ ორი აგრესიული სახელმწიფოს მოჩვენებითი თამაში, ეს იგივეა, რაც ორმა დათვმა ტერიტორიის გაყოფა გადაწყვიტოს. ან ორმა მგელმა. არ გამოდის. ბუნებრივად არ გამოდის. მოკლედ, არსებობს მასალები, რომელიც თავიდან ინახებოდა სტალინის არქივში, შემდეგ რუსეთის ფედერალურ არქივში, რომელიც ახლა ხელმისაწვდომია. მეგულისხმობ ძალებებს და რუკებს. ეს რუკები მეც მაქვს. აქ ნათლად ჩანს, რომ 1941 წლის მარტსა და მაისში საბჭოთა სატანკო დივიზიები და სხვა შენაერთები ციმბირის მთელი ტერიტორიიდან გადაისროლეს უკრაინისა და პოლონეთის ტერიტორიაზე, იმდროინდელ ოკუპირებულ სახელმწიფოებში. რატო აკეთებენ ამას? დასწრებაზე იყო ეს ყველაფერი. არ იყო ისე, რომ დაიწყო ოპერაცია ბარბაროსა და არიქა ჩვენ მოულოდნელად ეს ვერაგულად დაგვისხა გერმანიის ფაშისტური სახელმწიფო და ასე შემდეგ. ეს იყო პროპაგანდა იმისთვის, რომ გაეღიზიანებინათ მოსახლეობა. მეტიც, თავიდან როცა ეს ყველაფერი დაიწყო და გერმანელები ძალიან დიდი სისწრაფით შედიოდნენ სიღრმეებში, საბჭოთა კავშირის ტერიტორიის სიღრმეებში, როგორც უკრაინასა და ბელარუსს. წარმოუდგენელი რამ მოიფიქრა მაშინდელმა NKVD-მ. ეს იყო შემდეგი, რომ გადააცვეს